ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი გამოიკითხა. მოწმემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ საკუთარ აღქმებზე ისაუბრა და ვერ დაასაბუთა თუ რა იყო შეურაცხმყოფელი და დანაშაულებრივი ქმედება. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ერთ კითხვაზე მოწმემ ვერ გასცა პასუხი. პირიქით, მის მიერ გაცემული პასუხები იყო ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციის გამომყარებელი. კერძოდ ის, რომ აღქმებზე იყო ეს ყველაფერი, რომ ლევანის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მან მისი აღქმით მიიჩნია შეურაცხყოფად, თუმცა თუ კი ეს იყო დანაშაული მისი აღქმით, მან ამის თაობაზე არც ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუმართავს. ასევე ვერ გვაქვს პასუხი, ასე ვთქვათ, მოწმემ რა კრიტერიუმით შეარჩია ხელმძღვანელობა მიგიდა ჩასვეს მოწმეთა სიაში, ეს მისთვის გაუგებარი იყო.